აღრიცხვიანობას მივესალმებით რეგისტრაციას, მაგრამ გამომდინარე წინამდებარე სხვა გამოცდილებებიდან მგონია რომ მაინც ეს გაკეთებული არის შემოსავლების მიღების მიზნით და ზედმეტი ხარჯი დააწევათ ისედაც მძიმე კრიზისში მყოფ ტურისტულ სააგენტოებს, გიდებს და გამყოლებს და ტრანსპორტს. ფიქრობდი რომ კარგი იქნებოდა თუ ეს რეგისტრაცია იქნებოდა უფასო და იქნებოდა ზედმეტი ხარჯის, ასე ვთქვათ, გარეშე, რომელიც ახლა მძიმე ტვირთად ისედაც აწევს უკვე ტურიზმის სექტორს და მგონია რომ გონივრული იყოს ამ კრიზისის პირობებში კიდე დამატებითი ხარჯების შემოღება სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების ნაწილში, თუმცა აღრიცხვიანობას მივესალმები, უნდა იყოს აღრიცხული და არა მხოლოდ აღრიცხული, არამედ თითოეული ამ სეგმენტის მიმართ უნდა იყოს მაღალი სტანდარტები დაწესებული სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ ტურიზმში უსაფრთხოებამ, ტურიზმში ასე ვთქვათ, ცოდნამ და გამოცდილებამ და სერვისმა და დონემ აიმაღლოს. სხვანაირად ვერ გამთავრდებით და ამ დონემდე ასე ვთქვათ, დიდი ხნის პერსპექტივა არ აქვს, რომ შევინარჩუნებთ არსებულ დონესაც და არსებულ ხარისხსაც, ანუ უნდა გამოვთვალოთ და ამისთვის საჭირო არის ხარისხის აწევა. გასულ წლის სტატისტიკას ვადარებდით სასტუმროსთან დაკავშირებით, მაინც უფრო ზუსტი არის და Booking.com-ის მონაცემებით ანალოგიურ პერიოდზე 50%-იანი კლება გვაქვს წელს. რაც იყო მაგალითად შაშანთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტულ სააგენტოების ნაწილში, ევროპელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, შედარებით დასტაბილურებული არის გალფის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა, გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის კურორტები ჯერჯერობით აქტიური არის და ამ ნაწილში გვეხმარება გარკვეულწილად მომსახურებები შევთავაზოთ და გაუწიოთ გალფის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს, თუმცა ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან განულებულია, ან მკვეთრად არის შემცირებული. აი ერთს გამოვყოფდი კიდე რომ 2024 წელი იყო ერთადერთი ალბათ წელი პანდემიის შემდეგ, როდესაც ქუთაისის აეროპორტს არ დამატებია, თქვათ, ახალი მიმართულება და არ დამატებია ახალი ავიაკომპანია. ეს მიზეზი რაც დაასახელეს არის ასაფრენი ბილიკი რემონტის ფაზაში და თითქოს ამის გამო არ მოხდა ახალი რეისების დამატება, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, მგონია რომ მაინც თავის მართლებასთან უფრო ახლოს არის ვიდრე რეალობასთან და ეს ძალიან კარგად დაეტყო ქუთაისის და ტურიზმის სექტორს განსაკუთრებით იმერეთში, იმიტომ რომ ახალი რეისი, ახალი ბაზრის გახსნას ნიშნავს, ახალი ტურისტის გამასპინძლებას ნიშნავს და რაც არ მოხდა 2024 წელს და იმედოვნებ რომ მინიმუმ მაინც ის შენარჩუნება რაც იყო ახლა გასულ წელს, მაგრამ უფრო მეტი ახალი მიმართულება უნდა დაემატოს და ამ მიმართულებით ჩვენ ვერ ხედავთ წინასწარ სიგნალს ან ნიშანს რომ ვინმე მუშაობდეს ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით, რომ ან ახალი ავიაკომპანია შემოვიდეს, ან არსებული ავიაკომპანიის მიმართულებები გაფართოვდეს, ესეთ რაღაცებს ვერ ხედავთ. არის რამოდენიმე დაბალი ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელთაც აი ძალიან დაბალი ბიუჯეტი აქვს ფრენებზე, რაც ალბათ გაუწევდა ვიზიარს კონკურენციას და მათთან მოლაპარაკება იქნებოდა ძალიან კარგი და სამწუხაროა, რომ ქუთაისში ვერ სარგებლობთ იმ სიკეთით, რა სიკეთაც თქვა სარგებლობს ევროპის ქვეყნების მოსახლეობა და ამიტომ გვაქვს დიდი სურვილი და უერთებით კიდე თავისუფალი ბიზნესის მოთხოვნებს, დაუბრუნდეთ ევროპისკენ გზას და გათავისუფლდნენ ახალგაზრდები, რომლებიც არიან დაკავებული ამ ბიზნესთვის და ამ სურვილებისთვის. ყველაზე მეტად რომელი ატრაქცია იყო ნახვარი? ოფიციალური მონაცემებით ეს იყო პრომეთეს ღვინე და წმინდა წლამდე ამ სტატისტიკას არაფერი არ ასე ვთქვათ ენაცვლება, რაც ასე სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი ობიექტზე დამოკიდებული ვერ შიდა ტურიზმი და ვერ შემომავალი საფრანგეთიდან შემოსული ტურისტების ნაწილში ვერ გამვითარდებით და ისე როგორც გასული წელი, ასევე ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის გელათის გარეშე და გელათის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია ვერც შიდა ტურიზმი ვერ გამვითარდება და ვერც შემომავალი ტურიზმის ნაწილში და ასევე გულდასაწყვეტი არის, რომ გელათის მონასტრის ირგვლივ მდებარე საოჯახო სასტუმროები, რომლებიც სარგებლობენ გელათის სიკეთით და მისი მდებარეობით, აბსოლუტურად არ არიან ჩართული გელათის გადარჩენის საკითხში. მე აქტიურობას ვისურვებდი მათგან
და მე ასე ვთქვათ, ორგანიზებულობას იმ ნაწილში, რომ გელათის გადარჩენა აქტიურად ახმაურდეს ყველა და ხმა ამოიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით. უფრო ადგილობრივ ტურიზმის სექტორს უფრო ვისურვებდით წინა რიგებში.